ერთხელ იესომ გაიარა ნათესებში შაბათ დღეს. ხოლო მის მოწაფეებს მოშივდათ და იწყეს თავთავების შვეტა და ჭამა. ფარისევლებმა დაინახეს ეს და უთხრეს მას. აჰა, შენი მოწაფეები იმას აკეთებენ, რის გაკეთებაც შაბათ დღეს არ შეიძლება. მან კი უთხრა მათ. ნუ თუ არ წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა მოშივდა მას და მის მხლებლებს. როგორ შევიდა ღვთის სახლში და ჭამა საწინაშეო პური, რაც არც მას ეჭმეოდა და არც მის მხლებლებს, მხოლოდ და მხოლოდ მღვდლებს ეჭმეოდათ. ანდა არა მოგიკითხავთ რჯულის წიგნში, რომ შაბათობით ტაძარში მღვდლები არ ღვევენ შაბათს, მაგრამ უბრალონი არიან. ხოლო თქვენ გეუბნებით, რომ აქ არის ის, ვინც ტაძარზე მეტია. თქვენ რომ გწოდნოდათ რას ნიშნავს, წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი, მაშინ აღარ დაადებდით მსჯავრს უბრალოებს. ვინაიდან შაბათის უფალი კაცის ზეა. იქიდან წასული მივიდა მათ სინაგოგაში. აჰა, იქ იყო ხელგამხმარი კაცი და კითხეს მას, რათა ბრალი დაედოთ მისთვის. შეიძლება თუ არა განკურნება შაბათობით? To heal on the Sabbath? ხოლო მან უთხრა მათ. რომელიმე თქვენთაგანს ერთი ცხვარი რომ ჰყავდეს და შაბათს ორმოში ჩაუვარდეს, არ ჩაავლებს ხელს და არ ამოიყვანს? ადამიანი კი რამდენად უკეთესია ცხვარზე. ამიტომ შეიძლება შაბათს სიკეთის კეთება. მაშინ უთხრა იმ კაცს. გაიწოდე შენი ხელი. მანაც გაიწოდა და ისევე საღი გახდა, როგორც მეორე. ფარისეველნი კი გამოვიდნენ და მოითათფირეს მის წინააღმდეგ, თუ როგორ დაეღუპათ იგი. იესომ შეიტყო და იქაურობას გაეცალა. დიდძალი ხალხი მისდევდა მას და ყველა განკურნა. და აუგზალა მათ ამის გახმაურება. რათა აღსრულებულიყო ესაია წინასწარმეტყველის ნათქვამი, რომელიც ამბობს: აჰა მსახური ჩემი, რომელიც მიამოვირჩიე, საყვარელი ჩემი, რომელიც მოიწონა ჩემა სულმა, ჩემ სულს დავდებ მასზე და ის აუწყებს სასჯელს წარმართებს. არიდავებს და არ იყვირებს და ქუჩებშიც ვერავინ გაიგონებს მის ხმას. გადატეხილ ლერწამს არ დალეწავს და მბჟუტავ პატრუკს არ ჩააქრობს, ვიდრე განკითხვას გამარჯვებამდე არ მიიყვანს და მის სახელს მიენდობიან ხალხები. მაშინ მოიყვანეს მასთან ეშმაკეული ბრმა და მუნჯი და მან განკურნა იგი, ისე რომ ბრმა და მუნჯი ხედავდა და ლაპარაკობდა. მთელი ხალხი გაკვირვებული იყო და ამბობდა: ეს ხომ არაა დავითის ძე? მაგრამ ფარისევლებმა რომ მოისმინეს ეს,
თქვენს. ნამდვილად ეშმაკთ ამ თავრის ბელზებულის ძალით დევნის ეშმაკებს. That this fellow drives out demons. მაგრამ იესომ ხვდებოდა რა მათ ფიქრებს, უთხრა. ყოველი სამეფო თავის წინააღმდეგ დაყოფილი გაუდაბურდება და ყოველი ქალაქი ან სახლი, რომელიც დაიყოფა თავის წინააღმდეგ, ვერ გაძლებს. თუ სატანას დევნის, თავისავე წინააღმდეგ გაიყოფა, როგორ გაძლებს მისი სამეფო? თუ მე ბელზებულით ვდევნი ეშმაკებს, თქვენი ძენი ვიღათი დევნიან. ამიტომ ისინი იქნებიან თქვენი მსაჯულები. თუ მე ღვთის სულით ვდევნი ეშმაკებს, აბა მოსულა თქვენთან ღვთის სასუფეველი. ანდა როგორ შეძლებს ვინმე შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ გათოკავს და შემდეგ გაძარცვავს მის სახლს. ვინ ჩემთან არ არის, ის ჩემი წინააღმდეგია. და ვინც ჩემთან არ აგროვებს, ის აბნევს. And so I tell you. ამიტომ გეუბნებით თქვენ, ყოველი ცოდვა და გმობა მიეტევებათ ადამიანებს, მაგრამ სული წმიდის გმობა არ მიეტევებათ. ვინც სიტყვის კაცის ძის წინააღმდეგ, მას მიეტევება, მაგრამ თუ ვინმე იტყვის სული წმიდის წინააღმდეგ, მას არ მიეტევება არც ამ წუთის ოფლად, არც მომავალში. Make a tree. ან ხეც კარგად სანით და მისი ნაყოფიც. And its fruit will be good. ან ხეც ცუდად სანით და მისი ნაყოფიც. ვინაიდან ხე ნაყოფით შეიცნობა. იქედნეთა ნაშოვნო. როგორ შეგიძლიათ ილაპარაკოთ კეთილი, როცა ბოროტები ხართ, რადგან გულის სავსებისაგან მეტყველებს პირი. კეთილკაცს კეთილი საქანძურიდან სიკეთე გამოაქვს. ბოროტკაცს ბოროტის საგანძურიდან ბოროტება გამოაქვს. თქვენ კი გეუბნებით, რომ ყოველი ფუჭი სიტყვისათვის, რომელსაც სიტყვიან ადამიანები, პასუხს აგებენ განკითხვის დღეს. ვინაიდან შენი სიტყვებით გამართლდები და შენივე სიტყვებით გამტყუნდები. მაშინ ზოგიერთმა მწიგნობარმა და ფარისეველმა მიუგო. მოძღვარო, გვინდა ნიშანი ვიხილოთ შენგან. ხოლო მან მიუგო პასუხად. ბოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას გარდა იონა წინასწარმეტყველის ნიშნისა. ვინაიდან როგორც იონა იყო დიდი თევზის მუცელში 3 დღესა და 3 ღამეს, ასევე კაცის ძე იქნება 3 ღამეს დედამიწის გულში. ნინევიელები აღდგებიან სამჟავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მჟავრს დაადებენ მას, ვინაიდან მათ მოინანიეს იონას ქადაგებით და აჰა, აქ არის იონაზე დიდი. სამხრეთის დედოფალი აღდგება სამჟავროზე ამ მოდგმასთან ერთად და მსჯავრს დაადებს მას, ვინაიდან იგი დედამიწის სკიდიდან მოვიდა სოლომონის სიბრძნის მოსასმენად და აჰა, აქ არის სოლომონზე დიდი.
როცა არაწმინდა სული გამოდის ადამიანიდან, დადის უწყლო ადგილებში სიმშვიდის საზებნელად და ვერ პოულობს. მერე ამბობს, დაუბრუნდებით ჩემს სახლში, საიდანაც გამოვედი. როცა მივა, იპოვის მას სარიელს, დაგვილსა და მოვლილს. მაშინ წავა და თან მოიყვანს 7 სხვა სულს, თავისზე უბოროტეს, შევლენ და დაბინავდებიან იქ. და იმ კაცისათვის უკანასკნელი დღე პირველზე უარესი იქნება. ასე დაემართება ამ ბოროტ მოდგმასაც. როცა ის ხალხს ელაპარაკებოდა, გარეთ იდგნენ მისი დედა და ძმები, რომელნიც სალაპარაკოთ ეძებდნენ მას. ვიღაცამ უთხრა მას: აჰა, დედა შენი და შენი ძმები დგანან გარეთ, შენთან ლაპარაკი სურთ. მან კი ამის მთქმელს პასუხად უთხრა: ვინ არის დედა ჩემი და ვინ არიან ჩემი ძმები? ხელით უჩვენა თავის მოწაფეებზე და თქვა: აჰა, დედა ჩემი და ჩემი ძმები. ვინაიდან ვინც ჩემი ზეციერი მამის ნებასრულს შეასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც. იმ დღეს გამოვიდა იესოს სახლიდან და დაჯდა ზღვის პირას. დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან, ისე რომ იგი შევიდა და ჩაჯდა ნავში, ხოლო მთელი ხალხი ნაპირზე იდგა. ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ეუბნებოდა: აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი მარცვალი გზის პირას დავარდა. მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი. ზოგი კლდოვანზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე არ ქონდა. ხოლო მზერომა მოვიდა, დაჭკნა და რაკი ფესვი არ ქონდა გახმა. ზოგი ეკლებში ჩავარდა. გაიზარდა ეკლები და მოაშთო ისინი. ზოგი კი პოხიერ მიწაზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო. ზოგმა 100, ზოგმა 60 და ზოგმა 30. ვისაც ყურნი აქვს, ისმინოს. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს მას: რატომ ელაპარაკები მათ იგავებით? მან პასუხად უთხრა მათ: იმიტომ რომ თქვენ მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. ვინაიდან ვისაც აქვს, მას მიეცემა და ექნება უხვად, და ვისაც არ აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს. იგავებით, იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა განკურნო ისინი. ხოლო ნეტარ არიან თქვენი თვალები, რომ ხედავენ და თქვენი ყურები, რომ ისმენენ. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და წმიდა სურდა ეხილა ის, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ იხილეს და ესმინათ, რასაც თქვენ ისმენთ, მაგრამ ვერ მოისმინეს. ხოლო თქვენ მოისმინეთ მთესველი სიგავი.
ყველას, ვისაც ესმის სიტყვა სასუფეველზე და გონებით არ ჩასწვდება, მიუხვდება ბოროტი და მოსტაცებს მის გულში ჩათესილს. აი რას ნიშნავს გზის პირას დათესილი. ხოლო კლდოვანებზე დათესილი ის არის, ვინც სიტყვას მოისმენს და მაშინვე სიხარულით მიიღებს მას. მაგრამ ფესვები არ გააჩნია თავისში და ხანმოკლეა. რაჟამს დადგება ჭირი, ან და დევნა სიტყვის გამო, მაშინვე ცდუნდება. ხოლო ეკლებში დათესილი ის არის, ვინც სიტყვას ისმენს, მაგრამ წუთისოფლის საზრუნავი და სიმდიდრის საცდური აშთობენ სიტყვას და იგი უნაყოფო შეიქმნება. ხოლო პოხიერ მიწაზე დათესილი ის არის, ვინც მოისმენს სიტყვას და გონებით ჩასწვდება და სწორედ ის არის ნაყოფიერი, ისე რომ ზოგი 100-ს გამოიღებს, ზოგი 60-ს და ზოგიც 30-ს. სხვა იგავი მიაწოდა მან და უთხრა: სათასასუფეველი გავს ადამიანს, რომელმაც კარგი თესლი დათესა თავის ხანაში. როცა ხალხს ეძინა, მოვიდა მისი მტერი, ხორბალში ღვარძლი ჩათესა და წავიდა. ხოლო როცა ჯეჯილი ამოვიდა და ნაყოფი გამოიღო, ღვარძლმაც მაშინ იჩინა თავი. მივიდნენ მონები და უთხრეს სახლის პატრონს: ბატონო, განა შენ კარგი თესლი არ დათესე შენს ხანაში, საიდან გააქვს მას ღვარძლი? მან კი უთხრა მათ: მტერმა კაცმა გააკეთა ეს. ხოლო მონებმა უთხრეს მას: გინდა წავალთ და გავმარგლავთ. მაგრამ მან უთხრა: არა, რათა გამარგვლისას ღვარძლთან ერთად ხორბალიც არ ამოგლიჯოთ. დააცადეთ, ერთად იზარდოს ორივემ მკის დრომდე. მკის დროს კი ვეტყვი მომკალებს, ჯერ ღვარძლი მოაგროვეთ და ძნებად შეკარით, რომ დაწვათ ისინი. ხორბალი კი ჩემს ბეღელში შეაგროვეთ. სხვა იგავი მიაწოდა მან და უთხრა მათ: სათასასუფეველი წააგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც აიღო კაცმა და დათესა თავის ხანაში. იგი ყოველგვარ თესლზე მცირეა, მაგრამ როდესაც იზრდება, ყოველ მწვანე ლეულზე დიდია და ხედი ქცევა, ისე რომ მოფრინდებიან ცის ფრინველები და მის ტოტებს შეაფარებენ თავს. მერე სხვა იგავი უთხრა მათ: სათასასუფეველი წააგავს საფუარს, რომელიც დედაკაცმა აიღო და ჩამალა 3 საწყაო ფქვილში, ვიდრე მთლიანად არ გაფუვდა. ყოველივე ამას იგავებით ეუბნებოდა იესო ხალხს და იგავის გარეშე არაფერს ეუბნებოდა, რათა აღსრულებულიყო წინასწარმეტყველის მიერ ნათქვამი, რომელიც ამბობს: იგავებით გავხსნი ჩემს პირს, ვიტყვი რაც დასაბამიდან დაფარულია. მაშინ გაუშვა იესო მის ხალხი და შინ შევიდა. მივიდნენ მასთან მოწაფეები და უთხრეს: გაგვიმარტე ყანის ღვარძლის იგავი. მან კი პასუხად მიუგო: კეთილი თესლის მთესველი კაცის ძეა. ყანა კი არის წუთისოფელი. კეთილი თესლი სასუფეველის ძენი არიან, ხოლო ღვარძლი ბოროტის ძენი. ხოლო მტერი, რომელმაც ის დათესა, არის ეშმაკი. მკა კი არის წუთისოფლის სახსასრული, ხოლო მომკალნი ანგელოზები არიან. ამიტომ როგორც ღვარძლს აგროვებენ და ცეცხლში წვავენ, ასევე იქნება წუთისოფლის დასასრულს. ვინაიდან მოავლენს კაცის ძე თავის ანგელოზებს და მოაგროვებენ მისი სამეფოდან ყოველი საცდურისა და ურჯულოების მოქმედს და ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში, იქნება იქ ტირილი და კბილთა ხრჭენა. მაშინ მართალნი გაფწყინდებიან როგორც მზე თავიანთი მამის სასუფეველში, ვისაც ყურები აქვს, ისმინოს. სათასასუფეველი წააგავს განს, მინდორში დაფარულს,
რომელსაც იპოვის კაცი და დამალავს. სიხარულით მიდის და ყიდის ყოველივეს, რაც აბადია და ყიდულობს იმ მინდორს. კიდევ, სათასასუფეველი წააგავს ვაჭარს, რომელიც ლამაზ მარგალიტებს ეძებს. როდესაც იპოვის ერთ ძვირფას მარგალიტს, წავა, გაყიდის ყოველივეს, რაც აბადია და იყიდის მას. კიდევ, სათასასუფეველი წააგავს ბადეს, რომელსაც ზღვაში მოისვრიან და ყოველნაირი ჯიშის თევზს იჭერენ. როცა ივსება, გამოაქვთ ნაპირზე. მერე დასხდებიან, კარგებს ჭურჭელში მოათავსებენ, ხოლო ცუდებს გარეთ გადაყრიან. ასევე იქნება წუთისოფლის აღსასრულის დროს. გამოვლენ ანგელოზები და გამოაცალკევებენ ბოროტებს მართლებისაგან. ჩაყრიან მათ ცეცხლის ქურაში. იქნება იქ ტირილი და კბილთა ხრჭენა. თუ გაიგეთ ყოველივე ეს. დიახო, მიუგეს მას. მან კი უთხრა მათ. ამიტომ ყოველი მწიგნობარი, რომელიც სათასასუფევლის მოწაფე გახდა, წააგავს ადამიანს, სახლის პატრონს, რომელსაც თავისი საუნჯიდან გამოაქვს ძველი და ახალი. იგავები რომ დაასრულა იესომ, იქაურობას გასცილდა. მივიდა თავის სამშობლოში და ასწავლიდა მათ თავიანთ სინაგოგაში, ისე რომ უკვირდათ და ამბობდნენ. საიდან აქვს მას ეს სიბრძნე და სასწაული? განა ეს ხუროზი არ არის? დედამისგანა მარიემი არ ქვია, მის ძმებს კი იაკობი და იოსე, სიმონი და იუდა. განა მისი დები ყველანი ჩვენ შორის არ არიან. საიდან აქვს მას ყოველივე ეს? და შებრკოლდნენ მის გამო. იესომ კი უთხრა მათ. წინასწარმეტყველი არსად არ არის უპატივოდ, გარდა თავისი სამშობლოსი და საკუთარი სახლის. არ მოუხდენიათ იქ ბევრი სასწაული მათი ურწმუნოების გამო.